აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ სოციალურ საგანმანათლებლო ორგანიზაცია მომავლის პალატრასთან ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი მინისტრმა დავით ფაზაციამ და მომავლის პალატრის სოციალური საგანმანათლებლო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ტუღოშომ მოაწერეს. მემორანდუმი აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებითა და ერთმანეთთან კოორდინაციით ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. გავაფორმეთ მემორანდუმი აიპ მომავლის პალატრასთან განსაკუთრებულ პროექტთან მიმართებით, რაც ნიშნავს ჩვენი ახალგაზრდების მომზადებას, სწავლებას, არ დაივიწყო ქართული პროექტი, ჩვენთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. ჯერა რომ ამ პროექტს ექნება ძალიან კარგი შედეგები, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩართოთ ბავშვები და მათი ინფორმირება და ჩართულობა იყოს აქტიური და შევეცდებით რომ ყველა მხრივ, ესე ვთქვათ, არა მარტო აჭარის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში იყოს მოცული აღნიშნული პროექტი. დაიბადა იდეა იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ ძალიან კარგად, სწორად გაიაზრონ ის ქართული ლიტერატურა, ის ისტორია, წარსული, რომელიც აბსოლუტურად შეინარჩუნებს იმ ეროვნულ იდენტობას მომავალ თაობაში, რასაც ქართული გენი, კულტურა და ისტორია ქვია.